გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ეს ვიდეო გახლავთ ახალ მთვარეობასთან დაკავშირებით. რა მნიშვნელოვან სიახლეებს მოიტანს თქვენ ცხოვრებაში ახალ მთვარეობა, რომელიც იქნება 30 დეკემბერს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. მას ასე ნახოთ, ვისაც ეს ვიდეო შეგხვდათ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ რეზონირებს თუ არა თქვენთან. ნახოთ პირველი არკანით, რომელიც იქნება თქვენი სიგნიფიკაციის კარტი. დაემთხვევა თუ არა თქვენს დღევანდელ მდგომარეობას, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა სიტუაციას აღწერს, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენთვის საყვარელ მოქმედებებზე და საქმიანობებზე. მას ასე ნახოთ, რა პერიოდს გადიხართ ახლა თქვენ ცხოვრებაში. თქვენთვის არის ძალიან სასიამოვნო ცხოვრების ეტაპი. ამ პერიოდში თქვენ, ასე ვთქვათ, ფეხს უწყობთ იმ მოვლენებს და იმ ხალხს, ვისთან ერთადაც იმყოფებით, მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთი ადამიანია თუ მრავალი. ასე ვთქვათ, იმ ადგილას, სადაც თქვენ ხართ, ეს არის სახლი თუ სამსახური თუ რა დაწესებულება, მნიშვნელობა ამას არსებითი არ აქვს. მთავარი აზრი არის ის, რომ იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც თქვენ იმყოფებით, თავს გრძნობთ კომფორტულად და ასევე თქვენ მათთან ერთად იყოფთ რაღაც პასუხისმგებლობებს. პასუხისმგებლობა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იქნება ეს რაიმე დაუშვათ მნიშვნელოვანი საკითხები თუ უბრალოდ გართობა. მათთან ერთად თქვენ ინაწილებთ იმ ყველაფერს, რაშიც არიან ჩაბმული ეს ხალხი თქვენს გარშემო. დაახლოებით ასეთი არის სიგნიფიკაცია თქვენი დღევანდელი მდგომარეობის. თქვენ ცდილობთ და მკვეთრად ხართ იმ მოქმედებებში, ღონისძიებებში, შეიძლება ითქვას და ქმედებებში ჩართული, რაშიც თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები თუ ოჯახის წევრები. თუ დაემთხვა ძვირფასებო და თქვენ დაახლოებით ამდაგვარ აქტივობაში ხართ ახლა, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა არის ის სიტუაცია, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით და რაშიც ახლა თქვენ იმყოფებით, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. კარგით, თქვენთვის ვისთანაც დაემთხვა, რას მოგიტანთ 30 დეკემბრის სავსე მთვარე, რა სიახლეებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში ეს არის ემოციები, ძვირფასებო, ნახეთ, შეხედეთ. ეს არის ემოციები, ეს არის მართლაც საწყისი გრძნობის, საწყისი იმ ახალი ეტაპის, რომელიც თქვენ გპირდებათ სასიამოვნო სიტუაციებს, სასიამოვნო მოვლენებს, სასიამოვნო დროის გატარებას. ეს არის იმისი აღნიშნული, რომ თქვენ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში წინ გელოდებათ ძალიან სასიამოვნო მოვლენები. კიდევ რას შემოიტანს გარდა ამისა? უდიდეს ენერგიას შემოიტანს. ეს არის ძალა. თქვენ იგრძნობთ იმ ძალას, რომელიც მოგეცემათ გრძნობების მეშვეობით. ეს ძალა თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ ახალი შემართებით, ახალი ენერგიით, განახლებული, ასე ვთქვათ, პოტენციალით შეხვდეთ იმ მოვლენებს, რასაც მოგიტანთ 30 დეკემბრის შემდგომი პერიოდი. კიდევ არის ისევე კიდევ ისეთი მომენტი, რომ თქვენ მიდიხართ იმ, ასე ვთქვათ, სიტუაციისგან ან ემოციისგან, რომელმაც უკვე ამოწურა მისი თავი, რომელიც ვერ ვითარდება, რომელიც აღარ საჭიროებს, ასე ვთქვათ, თქვენს ენერგიას. აი, ასეთი მდგომარეობისგან თქვენ მიდიხართ, თქვენ გამოფხიზლდებით, ასე ვთქვათ, ზოგიერთი ალბათ პირდაპირ მნიშვნელობით გადაწყვეტავს, რომ რაღაც მრავალი არაფხიზელი დღების შემდეგ პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელია, რომ
გადაწყვეტოს რომ გამოფხიზდეს და უმრავლესობა თქვენგანთან აქ არის სიტუაცია, როდესაც თქვენ გრძნობდით რომ განვითარება აღარ გქონდა საკითხს რაღაც მოცემულ სიტუაციას თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც თითქოს წერტილს არ სვამდით. ახლა გადაწყვეტეთ რომ საერთოდ მიატოვოთ ეს პროექტი, თუ ეს რაღაც სიტუაცია და მიდიხართ სტაბილურობისკენ, სადაც არის მეტი სტაბილურობა, სადაც არის მეტი რუტინა და სადაც ნაბიჯ, ნელა თქვენ განავითარებთ იმ მდგომარეობას, რომ სტაბილურად გქონდეთ ფინანსური შემოსავალი და ზოგადად სტაბილურად იგრძნოთ თავი ურთიერთობებში, კომუნიკაციაში და საერთოდ ყველაფერში. ძირითადად აქ ფინანსებს ეხება. მოდი კონკრეტულად ვნახოთ, რადგან რაღაც მოიტანა ეს სიტყვა, ფინანსურად რას მოგიტანთ ეს 30 დეკემბრის ახალთვარეობა თხის რქაში, რადგან ყველამ ვიცით, რომ ცალკე აღებული ზოდიაქო რო ვთქვათ ეს თხის რქა, მისთვის ფინანსები, სამსახური და სტაბილურობა არის წინა პლანზე წამოწეული და ჩვენთვის ყველასთვის ეს იქნება მთავარი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. ნახოთ კონკრეტულად თქვენ ვინც გახსენით ეს ვიდეო. ფინანსურად რა სიახლეებს მოგიტანთ ეს ახალთვარეობა. ძვირფასებო, შესაძლებელია გაგიკვირდეთ, თუმცა არკანები ასე საუბრობენ, უბრალოდ უმაღლესი ძალები არკანების მეშვეობით, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვა ძალიან სწრაფად მოვლენები, მოქმედებები, რაც თქვენ მოგიტანთ თანხებს, ფინანსებს დიდი რაოდენობით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს თქვენთვის. თქვენ მიმართულებას მისცემთ, სწორ მიმართულებას ამ ფინანსებს და საერთოდ შემოდის თქვენ ცხოვრებაში ბალანსი ამ კუთხით. ფინანსების კუთხით თქვენ ცხოვრებაში მოდის პერიოდი, როდესაც თქვენ იგრძნობთ, რომ ეს საკითხი თქვენთვის არის გადაწყვეტილი და მოგვარებული. გილოცავთ ძვირფასებო, ვისთანაც რეზონირდება ეს ვიდეო, თქვენ ფინანსურად იქნებით უზრუნველყოფილი 2025 წლის განმავლობაში. აი ამას გვერდებათ 30 დეკემბრის სავსე მთვარეობა თხის რქაში. კიდევ რა სიახლე მოდის თქვენთვის ვნახოთ. თქვენ რაღაც ერთად ჩემო, ძვირფასებო, რა არკანები ამოგდით, უბრალოდ წარმოუდგენელია და აი მზე, დასტაზე დარჩა მზე, ძვირფასებო, ბრწყინვალე 2025 წელი გელოდებათ, თქვენი ოცნებების ასრულების წელი. შეხედეთ, ეს არის ვარსკვლავი, უმაღლესი არკანი. აი ეს მინდა რომ ესე ფონად გასდევდეს ამ ვიდეოს, რატომ ეს არის 10-იანი პენტაკლი, ეს ზუსტად რომ თხის რქის არკანია, ძვირფასებო, თხის რქის ვაიბია და მისი ენერგიები. და ეს რას ნიშნავს? ეს არის ფინანსური სტაბილურობა პირველ რიგში. ეს არის ოჯახური სტაბილურობა. როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ოჯახი არის დაცული, თქვენი ოჯახი არის ფინანსურად უზრუნველყოფილი, თქვენი სახლი არის თქვენი სიამაყე და თქვენი ციხესიმაგრე. ასევე შეხედეთ პროფესიონალის კარტი, ეს არის სამიანი პენტაკლი. სამიანი პენტაკლი. ეს ასევე არის ფინანსები. და ნახეთ ძვირფასებო, შეხედეთ, ესე იგი თქვენ მოგეცემათ არჩევანი მრავალხნიანი პერიოდის შემდეგ, როდესაც თქვენ იყავით ერთ ადგილას რაღაც ტკეპნიდით, ასე ვთქვათ, ერთ წერტილს ცხოვრებაში, ერთ ადგილს, ერთი და იგივეს, არაფერი სიახლე არ ხდებოდა, წინსვლა არ ხდებოდა, თითქოს გრძნობდით და ფიქრობდით, რომ მსხვერპლი იყავით სიტუაციის. აი ეს პერიოდი სრულდება, თქვენთან მოდის ოცნებების, მიზნების ასრულების, ოცნებების ახდენის პერიოდი. თქვენ გააკეთებთ არჩევანს იმის სასარგებლოდ, რაშიც თქვენ ხართ პროფესიონალი, ან შესაძლებელია პროფესიონალის რჩევით გააკეთოთ ეს და თქვენ ცხოვრებაში ადგილს დაემკვიდრებს სტაბილურობა, ძვირფასებო, ადგილს დაემკვიდრებს ოჯახური ბედნიერება. გისურვებთ წარმატებებს ბედნიერ 2025 წელს და კიდევ ჩავწერ ვიდეოებს. დაელოდეთ, უღრმესი მადლობა.